კოლორიტები, ჩვენი გამორჩეული ქალაქის გამორჩეული ადამიანები. თხოვთ, გაიყვეთ მოწყალება. მე კოლორიტი რა მხრივ ვარ, არ ვიცი, უბრალოდ ყველა უბანში ნასწავლი ვარ, თბილისი მოვლილი მაქვს. ვიყავი პოპულარული, ხა ჩვენ დროს სხვანაირად იყო, არ ვიცი, დღევანდელ გოგოებს რა მოწონთ, მაგრამ ჩვენ დროს მოწონდა თქვათ ბიჭი სპორტზე დავდიოდი, მუდამ ხან წყალბურთელი ვიყავი, მერე რეგბით გავაგზავნე და ასე შემდეგ. ჯანსაღი ჩხუბობდი, იმიტომ რომ ვაჟკაცობა აუცილებლად უნდა ქონოდა, რომ გოგოს მოწონებოდა. ეს რაღაც სახელის გაცნო ჩვენ დროს ახ ჩხუბი ძირითადად ხდებოდა, რომ გაიგებდნენ, რომ კაი მოჩხუბარი ხარ. რაღაცა მიზეზს ეძებდნენ, რომ თქვა შენთან ეჩხუბა და ძალა გამოეცადა ვიღაცას. ამ ჩხუბების 80%-იც მაგასობით თავდებოდა რა. გიორგი გურგულია, თბილისის კოლორიტების უკვე მესამე თაობის წარმომადგენელი. კაცი, რომელსაც კარგად ახსოვს ძველი, ნამდვილი, ალალი, მეგობრული სახეები და ასე უცნაურად, თავის და უნებურად, ისე რომ ვერც მიხვდა ამ სულით საგრძნობის სახეების ნაწილი გახდა. ძალიან ცოტაა თბილისელი ბიჭი დარჩენილი, რა ვიცი, ჩემი რემკა იგივე, ეს არის მთაწმინდის ზუბანი, რამას შამუგია, მაგარი ბიჭი, გარდაცვლილი. გია ხარჭამაძე, წყალბურთზე ერთად დავდიოდი. მე ვიძახი წესიერების და აი პატიოსნების განსახიერება ხალხს, რომელსაც აი ეს აქციელი არც კაცთან ეშლებოდათ, არც ქალთან ეშლებოდათ, არც უფროსთან, უმცროსთან. რა თქმა უნდა, ჩემი ლევან აბაშიძე, რომელიც გარდაიცვალა, მთელი ბავშვები და მოხუცები მოდიოდნენ და თურმე ეს რაღაც გონორარებს კინოდან ოიღებდა უპატრონო ამ მოხუცებს და ემებს თელუბანში პურები და შაქრები და ეს აქმნიან. უამრავი ეხა ვიღაცა მერაბ კოკიაშვილი ვერაზე ცხოვრობდა, მაწმინდაზე ცხოვრობდა, საყვარელი კაცი. ვაკელები ჩემი ქუცო მიქელაძე, გოგია მიქელაძე, კოკა კლიაშვილზე ვილაპარაკე, ჩემი საყვარელი კაცი. აი იმდენი არიან, ზურა ამაშუკელი, პირი, ესე ზვერელი. მაიმუნი და უზდელი კაცი. ვერასოდეს ვერ იქნება კოლორიტი რა. ის შეიძლება იყოს მაიმუნი, ეგრე გიჟიც კოლორიტია და კიკაც დადიოდა თბილისში, მაგრამ გიჟი მარინას კოლორიტია, მაგრამ ეს არ არის კოლორიტი, ვისაც უნდა მიბაძოს ვიღაცამ, ხო? მინდა რომ ყველა თბილისელს ერთმანეთი უყვარდეს და გაუქმდნენ ერთმანეთს. თუ არ აკეთებს შენიანებისთვის სიკეთეს, ახლა დაგივიწყებს ხალხი და ერთ წუთში არ ემახსოვრებენ. მე დავავიწყდები, შენ დაავიწყდები, ის არ ავიწყდება თბილისს.